საქართველოს უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს მედიკამენტები იქ მომავალი კვირის დასაწყისში გაიგზავნება. უკრაინაში დაჭრილი და დაშავებული ადამიანების დასახმარებლად ბათუმში მთელი დღის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა. მშვიდობა მსოფლიოში დევიზით ახალგაზრდები გაერთიანდნენ. ანატოლი მშვიდობის სურათს ხატავს. იგი უკრაინაში და დანარჩენ მსოფლიოში კონფლიქტების გარეშე ცხოვრებაზე ოცნებობს. მშვიდობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები ბულვარში საქველმოქმედო აუქციონზე ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა გამოიტანეს. შემოსული თანხით კი დევნილებს და სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან. ასე გამოვხატავთ პატივისცემას და სიყვარულს საქართველოსა და უკრაინის მიმართ. მე უკრაინელი ვარ, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ. ეს ჩემი სამშობლოა. ძალიან მწუხვალ იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. ამ აქციით გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ომი და არეულობა კარგს არაფერს მოიტანს. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება. შემოსული თანხით სრულად დავეხმარებით დევნილებს ყირიმიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და ასევე სოციალურად დაუცველებს. თანხა ერთადერთი საიდან შემო ეს სქემა გაყიდვა იმ ნივთების, იმ პროდუქტის, რაც შეიქმნება დღის განმავლობაში. ძირითადად ეს არის მაისურები, რომლებიც იხატება მშვიდობის თემაზე. ნებისმიერ მონაწილე შეუძლია მოხატოს მაისური და ამით შეიტანოს წვლილი აქციაში. უკრაინულმა ორგანიზაციამ კეთილი საქმეების საქველმოქმედო ღონისძიებები დილიდან ველომარათონით დაიწყო. ისინი ომის წინააღმდეგ და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ინიციატივით გამოდიან. ვიცით, რომ საქართველოში უკრაინიდან დევნილებს ძალიან კარგად ღებულობენ. უკრაინისთვის ისევე როგორც საქართველოსთვის მშვიდობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. სპორტი ადამიანებს აერთიანებს, სწორედ ამიტომ ღონისძიებები ველომარათონით დავიწყეთ. ჩვენ მსოფლიოში მშვიდობა გვინდა. ღონისძიებების საქართველოში ჩატარებაზე უკრაინული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბევრი არ უფიქრიათ. ამბობენ, რომ მშვიდობა და კონფლიქტების გარეშე ცხოვრება უკრაინისა და საქართველოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. აქციის ორგანიზატორები უკრაინის კრიზისის დროს ქართული მხარის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე საუბრობენ. ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ის აზრი, რომ ნებისმიერი კონფლიქტი წამგებიანია, იქნება ეს ადამიანებს შორის თუ სახელმწიფოებს შორის. უთანხმოება პოზიტიურად უნდა გადაწყდეს, ამისკენ უნდა ჰქონდეს სწრაფვა სახელმწიფო ლიდერებს. ამ აქციის მიზანია უფრო აქტუალური გავხადოთ პრობლემების გადაჭრა ცივილიზებული გზებით. ჩვენ მომხრე ვართ ყველა საკითხი კონსტრუქციულად და თანმიმდევრულად მშვიდობიანი გზით გადაწყდეს. ფონდს კეთილი საქმე მხარს აჭერის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი უჭერს. აქცია დევიზით მშვიდობა მსოფლიოში საზეიმო კონცერტით დასრულდა.